მოგესალმებით პატივისცემულო ტელემაყურებლებო. გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპს, მეხუთე ეტაპს ტრიულურ ბოლაში. გადაცემას წარუძღვებით მე ნიკოლოზ ონიკაძე და ჩემი კოლეგა ვატო წაწალაშვილი. და როგორც ხედავთ, დადგა მორიგი მეხუთე ეტაპის დღე. ეხლა ჩვენ ხედავთ საინტერესო კადრებს safety car-თან ერთად. გავივლით ტრეკის ვირტუალურად. ანუ საერთო წარმოდგენა შეგექმნება თუ რას წარმოადგენს რუსთავის ავტოდრომი, ეს ბუნებრივი ეხება მათ, ვინც პირველად ადენებს თვალყურს საქართველოს ჩემპიონატის ტრანსლაციებს ტრიულურ ბოლებში. ესე შეგახსენებთ, რომ დღეს შემოგთავაზებთ 4 კლასში რბოლებს, ეს არის Touring Light-ი, შემდეგ იქნება Legend Car-ი, შემდეგ იქნება Formula და შემდეგ უკვე დავასრულებთ ბოლას Compact Car-ით. ანუ იგივე BMW-ს კლასის ავტომობილებით. რაც მე ჩამოვთვალე პატივისცემულო ტელემაყურებელო, ეს 4-ვე დისციპლინა არის ეგრეთ წოდებული მონოკლასი და შეგახსენებთ, რომ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული არის 4-ვე დისციპლინაში თანაბარი აღჭურვით ავტომობილებით ასპარეზობა. ეხლა თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე Touring Light-ის ავტომობილებს და შეგახსენებთ, რომ ამ კლასში მონაწილეობენ, ასპარეზობენ პილოტები Honda-ს ავტომობილებით, Honda Civic-ის ავტომობილებით. ეს ძველი ტრადიციაა. აი ვატო წაწალაშვილიც ეხლა რბოლელები განლაგდებიან სასტარტო ბაძეზე და აი ჩვენ ხედავთ მშვენიერ Grid Girls. ეს განუყოფელი ნაწილია თანამედროვე ავტოსპორტისა. ლამაზმანები დადგებიან, უბრალოდ უკვე ავტომობილები დგებიან ქალბატონებს მიერ მონიშნულ ადგილებზე და ეს ტრადიცია. რა თქმა უნდა. На 70. ამინდი მშრალია და რაც თავარია უღრუბლო პროგნოზი გვაქვს, ასე რომ მშრალამით ჩატარდება სრულად 4-ვე ეტაპი, რაც უკვე გვაძლევს იმის იმედს, რომ რბოლა იქნება დაძაბული. მოგახსენებთ, მშრალ ტრაექტორიაზე ავტომობილები როგორც სწრაფად იასპარეზებენ და ანუ ველოდი დინამიურ ბოლას. სარბოლო ამიტომ, იმიტომ რომ არც ძალიან ცხელა, ტემპერატურა ძალიან ნორმალური და მისაღები არის ავტომობილებისთვის, ასფალტის ტემპერატურაც მისაღები არის ჩვენი საბურავებისთვის. აი ჩვენ ხედავთ უკვე მონაწილეებს, როგორი იღიმებიან, როგორი კარგი განწყობაა. მოლოდინში არის რბოლის. ისეთი ტემპერატურა ვატო, რომ მე მგონი დიდად პილოტებს არც დაჭირდებათ საბურავების გათბობა და გახურება, ასე რომ ზიგზაგისებურ მოძრაობებს ბუნებრივია ვიხილავთ ვორმაპზე, თუმცა რბოლა იქნება ყველანაირი წინა ესე ვთქვათ ექსტრემალური მზადების გარეშე, როგორც გითხარით, მშრალი კლიმატი. მოდი გავეცნოთ უკვე მონაწილეებს ვინები არიან. ეს არის დავით მეთეშაშვილი, დიდი რეისინგ გუნდის წარმომადგენელი, გოგა გელაშვილი, GG Racing ჯგუფის წარმომადგენელი, ალექსანდრე მარღანი, ეს არის ხოხო რეისინგი, იური მანგანსაროვიც ასევე ხოხო რეისინგი, არტა კვესელავა კრედიტ on G-ს ტიმის წარმომადგენელია, გიორგი კაკინაძე GG Racing და რეზო ბიწაძე, რომელსაც არ გააჩნია სპონსორი, თუმცა ის თავის იმედია თვითონ გამზადა თავისი მეგობრების დახმარებით ავტომობილი. და ასე მარტო შეეცდება აჯობოს თავის კონკურენტებს, რამდენად გამოუვა ეს და როგორ იქნება ეს ყველაფერი, ამას ჩვენ რამდენიმე წამში დავინახავთ, გავხდებით ამ ყველაფრის მომსწრელი. რეზო ბიწაძე დამოუკიდებელი პილოტია და ეს იმის ნიშანია და იმის მანიშნებელია. აი ჩვენ ხედავთ იური მანგანსაროვს ხედავთ, რომელიც რაღაც მითითებებს აძლევს, თავის
მე მგონი ეს იყო უბრალოდ ოპერატორი, რომელსაც სთხოვა რომ კარები გაეღო, რადგანაც სპეციალური ღვედებით ისე არიან პილოტები უკვე ჩამაგრებულები თავიანთ ავტომობილებში ფაქტიურად გადმოსვლა შეუძლებელი ასეთ კონკრეტულ სიტუაციაში, ასე რომ მან ითხოვა უბრალოდ დახმარება. სულ 7 ავტომობილი დგას სასტარტო ბადეზე და გარისინი ერთმანეთში გარკვევ ვინ უფრო ყველაზე ჩქარი, ვინ უფრო გაბედულია, ვის უფრო მეტი ტექნიკა გააჩნია, ვის უფრო მეტად შეუძლია ნერვების მოტოვა. ავტოსპორტი ზუსტად ეს არის. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ერთმანეთში შერწყმა და ამ ყველაფრის ემოციების მართვის ეს არის ნამდვილი ავტოსპორტი. აი ჩვენ ხედავთ უკვე ვიზუალურად იმ სასტარტო ბადეს, ჩვენ ხედავთ საკვალიფიკაციო გარბენს, რის მიხედვითაც პილოტები დადგნენ სასტარტო ბადეზე. დავით მეთეშაშვილი ჩვენ ხედავთ 2 წუთი და 5 წამი, რაც ძალიან კარგი შედეგია. მე მგონი მან ამ დროში პირველად არა, მას შემდეგ რაც მოდიფიკაცია გაიცა და მისმა შეფრქვევის სისტემამ და ჩვენ აგერ ხედავთ, რომ ყველა სათითაო რბოლელს გაუმჯობესებული აქვს თავისი პირადი რეკორდები. რასაც ვამბობდი ზუსტად იმაზეა აქვს საუბარი, რომ მანქანები აშკარად უფრო ჩქარად გამოიყურებიან. აი აქვე აღნიშნო დამოუკიდებელი პილოტი რეზო ბიწაძე ზუსტად მეორე დრო აქვს ნაჩვენები, ასე რომ შემართებას აქვს ალბათ უფრო მნიშვნელობა ვიდრე გუნდურ ხარდაჭერას. თუმცა რა თქმა უნდა ტექნიკური ხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. რამდენადაც ვიცი რეზო ბიწაძე თავიდანვე ჩემპიონატში არ იყო ჩართული, იმიტომ რომ პირველ 2-3 ეტაპზე რეზო ბიწაძე არ ჩანდა, სულ რამდენიმე ეტაპია შემოუერთდა ამ კლასს, საკმაოდ კარგი შედეგია აჩვენო კვალიფიკაციაზე მეორე დრო და თანია რომ ასეთ დროში წარმატება უსურვოთ მას, ნახოთ რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ პატვიცემულო მაყურებლებო, ბადეზე არ დგას დიდი პელეტონი, თუმცა ჩვენ მაინც ველი დაძაბულ ასპარეზობას, ბუნებრივია, ტურინგ ლაითი ყოველთვის გამოირჩეოდა ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ამით ზუსტად. ეხ 7 ავტომობილი ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა შემოგთავაზონ, როცა რამდენიმე პილოტს დაახლოებით ერთი დრო გააჩნიეს, იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად დაწყება მათ ავტომობილებში დღეს. ნახოთ, მე უსურვებ რომ ყველამ მშვიდობით დააფინიშოს, რა თქმა უნდა ყველას უსურვებ რომ კარგი პოზიციები შეინარჩუნონ და გახარებულები დაბრუნდნენ სტარტის ხაზთან. თვითონ მონაწილეობა ასეთი ტიპის რბოლაში ეს ძალიან დიდი ექშენი და დრაივია პილოტისთვის, ენით აუღწერელი სიტყვები, ძალიან რთულია ენით გადმოსცეის, რასაც გრძნობს თითოეული პილოტი. არ აქვს მნიშვნელობა სასტარტო გრიდზე იდგები პირველი თუ ბოლო პოზიციაზე, ეს ექშენი და დრაივი მათი ცხოვრების წესია და ვინც ერთხელ მაინც გაშინჯა ეს ადრენალინი, რასაც ეს პილოტები განიცდიან, ნამდვილად რთულია უკან დასახევი გზა იპოვა ამ ყველაფრის შემდეგ. ეხლა ჩვენ გავიგეთ სირენა მაუწყებელი იმისა, რომ წინა სასტარტო მზადყოფნა და ალბათ 2 წუთში რბოლა სტარტს აიღებს. აი ჩვენი ლამაზმანები გადადიან უსაფრთხო ადგილას, ხედავთ როგორ ტოვებენ ოპერატორები, როგორ ტოვებენ კამერები ავტოდრომს და ფაქტიურად ყველაფერი დარჩება ამ 7 პილოტის, ამ 7 ავტომობილის ხელში. სასტარტო გრიდზე პირველი დგას დავით მენთეშაშვილი, საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია, დავითი მიჩვეულია პოლპოდიუმის პოლპოზიციის დაკავებას, ის კარგ ფორმაში არ გამოუტოვია ფაქტიურად არც ერთი შეჯიბრი, არც ერთი რბოლა, უკვე რამდენიმე წელია, მრავალგზის საქართველოს ჩემპიონიც კი არის ამ დისციპლინაში, თუმცა მარჯვენა მხარეს, მარჯვენა მოსახვევში ახლად გამოჩენილი რეზო ბიწაძე უდგას მას გვერდში. ნახოთ მოახერხებს თუ არა იგი უფრო უკეთესი პოზიციის შერჩევას და ნახოთ შეასწრებს თუ არა იგი პირველ მოსახვევში. შეგახსენებთ რომ ყველაზე რთული მოსახვევი სტარტის შემდგომ არის მარჯვენა 90 გრადუსიანი მოსახვევი. ეს რეკონსტრუქციის მერე מחვილ მოსახვევად გადაკეთდა. 90 გრადუსიანი მოსახვევი არის ამხელა სწორი მონაკვეთის შემდეგ, სადაც ავტომობილები 180 კმ/სთ სიჩქარეზე მეც ანვითარებენ, უცებ 90 გრადუსიანი მოსახვევი. და აქვე შევახსენოთ, რომ შემდეგ არის უკვე ბლაგვი მარცხენა განივი მოსახვევი, რომელიც საკმაო ხანს გრძელდება, ეგრეთ წოდებული ვირაჟი. თუმცა ვირაჟის კონფიგურაცია არ აქვს, მაგრამ და რამდენიმე წამში ჩვენ დავინახავთ, როგორ დასტარტავენ ავტომობილები. აი ხა ჩაქრება წითელი სანათები და ჩვენ ხედავთ რეაქციაში დავით მენთეშაშვილმა აშკარად აჯობა რეზო ბიწაძეს. აი ხედავთ მარგანიამაც კი გაასწრო, მეორე პოზიციაზე არის იური მარგანსაროვი, პირველი დავით მენთეშაშვილი, მეორე მარგანსაროვი, მესამე მარგანია. ბიწაძე ჩამოქვეით და სამწუხაროდ ეს არის პაატა კვესელავა კრედიტონჯის წარმომადგენელი გარეთ რადიუსიდან უტევდა. ჩვენ ხედავთ გარეთ რადიუსიდან გადავიდა პარებრიგზე, ავიდა დაბრუნდა უსაფრთხოდ ჩაიარა ყველაფერმა. მენთეშაშვილმა უკვე განდიკაპიც კი შექმნა, იქ უკანა ავტომობილი. როგორც ჩანს, აი ზუსტად
ვინც ბორდიურზე მოუწია ასვლა, როგორც ჩანს დაკიდება მიიღო დაზიანება და სპორტსმენი ეთიშება, როგორც ჩანს ვიზუალურად ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანდა, ეს პილოტი ეთიშება რბოლას. ჩვენ ხედავთ მენთეშაშვილი. პირველად ხელს ხედავთ. მენთეშაშვილი და ბიცაცის გამოჩნდა. ლიდერობს პელეტონს. აი მარგანია მოყვება უკან. მარგანია ძალიან აქტიურად უტევს, გაიარეს ეს ტიპის მოსახვევი. სამ პილოტს აქვს ძალიან დაძაბული ბრძოლა, დარწმუნებული ვარ ბიცაძე აუცილებლად დაეწევა პელეტონს და ჩაერთვება ბრძოლაში. ამ მათი ბრძოლით ისარგებლა დავით მენთეშაშვილმა, რომელმაც გაზარდა მანძილი. და ალბათ წრიდან წრემდე გაზდის და როგორც ჩანს ჩვენ აქტიურ ბრძოლას უნდა ველოდოთ მეორე მესამე ადგილებისთვის. იქ დავით მენთეშაშვილი. აი ხლა არის უკვე საწინააღმდეგო ეს ტიპის მოსახვევი. ამას წაღმოუყურებას ეძახიან პილოტები. აი ამ ავტომობილში ფაქტურად ჯერჯერობით გარკვეული არაფერი არ არის. წინარდა აი ჩვენ ხედავთ რეზუბიტაძისგან რეზუბიტაძის კონტურ კამერა კი ხედავთ ასეც არის ავტომობილიდან საკმაოდ დიდია დაშორება წინა ეს არის გელაშვილი რომელიც მეოთხე პოზიციაზეა ჯერჯერობით დავინახეთ გელაშვილი გადავიდა გზიდან ეს ბოლო განივი მოსახვევი გაიარა მენთეშაშვილმა ჩვენ ხედავთ რომ იგი კვლავ ლიდერობს კი დიახ თუმცა მეოთხე მეხუთე პოზიციაზე ბრძოლა აშკარად ჩვენ ხედავთ როგორ ცდილობს რომ გამოიყენოს მარგანიამ სლიპსტრიმი თუმცა მანგასაროვი გამოცდილი სპორტსმენია და დაუკეტა მას ტრაექტორი არ მისცა საშუალება გადავხედავთ გადასწრება რეზო ბიცაძე უტევს და გაიარა კი ასეც არის აიწია ერთი პოზიციით ავტოსპორტის რასაც საუბრობ ეს არის გამძლეობაზე ეს არის სპორტულ ჟილზე და აი ამ სიტუაციაში ნამდვილად ბიცაძე მაჯობა და ასე ვთქვათ მოიპოვა ერთი პოზიციით წინ დგომის უფლება და დგას კიდეც ის მეხუთე პოზიციაზეა და იგი ალბათ ეცდება რომ სასტარტო ბადის მდგომარეობა დაიბრუნოს ანუ მეორე პოზიცია ვნახოთ ალბათ გამოუვა თუ ამჟინით იასპარეზებს მაგრამ ყველაზე დაძაბული ბრძოლა მეორე ადგილისთვის არის ახლა მენთეშაშვილი უპრობლემოდ გაიჭრა წინ და მას არანაირი საშიშროება არ ელის მოტოქეების მხრიდან დიდი ალბათობა არის რომ მანგანსაროვსა და მარგანიას შორის ბრძოლაში დრო იხელთოს მესამე ადგილზე მყოფმა მეოთხე ადგილზე მყოფმა ბიცაძემ და დაეციოს მათ წამოიწყოს ჩაერთოს ამ ბრძოლაში და ჩვენ ხედავთ რომ მას უნარი გააჩნია უშუალო ტრაექტორიაზე პილოტის გასწრებისა ასე რომ ველოდოთ გადასწრება ძალიან კარგად მოახდინა მან ეფექტური იყო განივ მოსახვევში ფაქტობრივად გარეთ ტრაექტორიიდან გააშვა მიუშვებს თუ არა მანგანსაროვი მარგანიას ეს უკვე სხვა საკითხია ჩვენ ხედავთ რომ ზოგ მოსახვევში უპირატესობა აშკარად მარგანიას აქვს თუმცა მაინც ვერ ახერხებს იმ პოზიციაზე შესვლას რომ მოახდინოს მაგრამ უნდა ვთქვათ რომ იგი გასწრების დისტანციაზეა ანუ ყოველ მომენტში შეუძლია გასწრების ნამდვილად არის კი რასაც ვერ ვიტყოდ ცოტა გაიშალა პელეტონი ჩვენ ხედავთ რომ უკვე ობიექტივში წკრივია არ ჯდება თუმცა ეს არ აკლებს მაინც სპორტულ ჟინს კვლავ ხედი რეზუბიტაძის ავტომობილიდან ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება რეჟისორის მხრიდან. მარგანია გარედან უტევდა, ბოლომდე იყენებს. ეხა ჭრის მოსახვევს. ეხლა ეცდება შიდა ტრაექტორიდან შევიდეს ალბათ. უკეთესი გამოსვლა განახორციელოს ბიცაძეც. აი ბიცაძეს არ მიცენ ეხა გაფრთხილება, იგი მეორეჯერ გადავიდა, მე მგონი 4 ჩვენ ხედავთ პაატა კვესელოვას დაზიანებულ ავტომობილს. თუ გახსოვთ ეს პირველ მოსახვევში მოხდა. საბურავი როგორც პირველ წრეზე მოხდა ბატონო. პირველ წრეზე საბურავით დაეჯახა მახვილ მართკუთხა პარებლიქს, ამას დააზიანა საბურავი სავარაუდოდ ესე იგი. ძალიან სიფრთხილე მართეთ პილოტებს ამ ბორდიურის შეტევა, იმიტომ რომ აი ზუსტად აი ამ ბორდიურზე დააზიანა მაგრამ აი ამ ბორდიურზე გაუჩნდა მას საბურავი. ოღონდ ავტოსპორტში ყველაფერი ხდება საბურავის გასტობა ეს თითქმის ყველა პილოტს მოსვლია. თუმცა უსურვებს უყოლას რომ ეს ძალიან იშვიათად მოუვიდეს და უსაფრთხოდ დაამთავროს. ვინც დღეს თვალყურიავდენთ მით უმეტეს ფორმულა 1 სუზუკაზე. გელაშვილი აშკარად არ არის ფორმაში, რატომღაც ის ასპარეზობდა სხვანაირი ძარიანი ტიპის ავტომობილი მისი იყო კუპე, Honda Civic ესეთი ჰეჩბეკები. ყოველთვის იბრძოდა გოგა გელაშვილი ტოპ პოზიციებისთვის, მაგრამ დღეს რატომღაც ჩამორჩება პელეტონს. შეიძლება უბრალოდ ტექნიკური პრობლემები აქვს მის ავტომობილს. ალბათ უფრო ტექნიკური პრობლემები უნდა ქონდეს წინააღმდეგ შემთხვევაში აი ამ მანძილით არ უნდა ჩამორჩეს იგი ძირითად პელეტონს. აი ხა ჩაიარეს ბიცაძემ და გელაშვილმა ზუსტად. მენთეშაშვილს პრობლემა არის. მანგანსაროვი რა სიტყვი, ნუ რას ფიქრობ? ძალიან აი მათ შორის უფრო მეტად არის დაძაბული ოთაბრძოლა. ალბათ რთულია მართლაც რთულია.
თანაბარი ძალის პილოტები არიან, ერთ დროში მოძრაობენ და აქ ყველაფერი შეიძლება წამის მიათედებში გადაწყდეს. ერთი უპირატესობა რაც გააჩნია მანგასაროვს ის უფრო წინ არის. ეს სულ ეს არის და ეს. თუმცა ნახოთ, აი ახლა მეორე ეს ტიპი გაიარეს, ახლა იქნება განივი მოსახვევი მარცხენა და ნახოთ ვინ როგორ შევა სტარტ-ფინიშის წორზე. აი ეს გზელი მონაკვეთი, სადაც სლიპსტრიმით ხმარობენ ხოლმე ვერ გამოიყენა მანგანსაროვსა და მარღანიას შორის ორთა ბრძოლაში დაკარგული წამები და ვერ უახლოვდება, რატომღაც ვერ უახლოვდება და ვერ შედის გასაგებია. აი ხა ნახე ბატო დააჯდა მარღანია მეტრეზე ასე აკეთებს და უშედეგო. აი იქნება ახლა გამოიყენოს, იმიტომ რომ ახლა ძალიან გასწრების ტაქტიკა უნდა შეცვალოს. რა თქმა უნდა, მარცხენა მხრიდან დააკეთავს. კორიდორს არ დაუთმოს ახლა მანგასაროვი რა თქმა უნდა. მარცხენა მხრიდან არ არსებობს რომ დაუთმოს ახლა. მანგასაროვმა, ამიტომ მესამე წრი აკეთებს იგივეს ფაქტიურად. და აი ამ მოსახვეში უკვე გასწრება წარმოუდგენელია თუ ვერ შეხვედი და უშოთ ნახევარი ცხვირი წინ. ნუ აქ შეიძლება ოდნავ ჩამორჩენა გააკეთოს და უკეთესი გამოსვლა. აი ნახოთ იქნებ ხიდის ქვეშ მონაკვეთზე აჩქარების ხარჯზე გაასწროს. აი კიდე ერთხელ დააჯდა გასწრება ეს საკმაოდ რთული გასახორციელებელია ერთი. იმიტომ რომ მერე მარჯვენა მახვილი მოსახვევი ყველაზე რთული მონაკვეთია ამ ჩვენს ავტოდრომზე ეს არის ხიდის ქვეშ მარცხენა მოსახვევი და ძალიან იშვიათად აქ მოხდეს გასწრება. თუმცა ჩვენ დღეს აუცილებლად ვიხელავთ ლეგენდ ტიპის ავტომობილების რბოლას, სადაც ეს ძალიან აქტუალურია და სამი მანქანა ერთად გადის ხოლმე ხიდის ქვეშ, მაგრამ შედარებით რთულია ეს ძალიან. ჩვენ ალბათ კომპაქტშიც უნდა ველოდოთ მსგავს პერიპეტიებს. კომპაქტში შედარებით მეტი ავტომობილი მონაწილეობს. ყველაზე დიდი პელეტონი დადგება კომპაქტ კლასში. BMW კომპაქტ კლასში. აი აქ კიდე უტევს. ეს ტიპში ეს კლასი რეალურად იმაზე მეტყველებს რომ ეს ტიპის მოსახვევში გაუჭირდება გასწრება გამორიცხული. მარგანია უფრო ჩქარია ტრეკზე, თუმცა ვერ პოულობს იმ პოზიციას, საიდანაც შეძლებს და მანგასაროვს გაასწრებს. რა თქმა უნდა, მანგასაროვი კარგად იცავს თავს, კარგად იყურება ორივე სარკეში, აკონტროლებს მეტოქეს, არაძლევს საშუალებას რომ გაასწროს. აი უნდა შეცვალოს. ოპტიმალურად უკავია ტრაექტორია და აი ახლა მარგანიაზეა ზუსტად რომ მოიქცეს არაორდინალურად. აი ეხლა გადაჯვარიდენების მეთოდით ჩამორჩენა გაეკეთებინა მარგანიას. ხედავთ, პატარა შეცდომა ჰქონდა მარგანსაროვს, თუმცა ვერ გამოიყენა. ნახოთ, სლიპსტრიმს აუცილებლად კიდევ გამოიყენებს. ეს სპარტაშორის სტარტ-ფინიშის სწორზე იგი ეწევა მანგასაროვს, მაგრამ მერე საწყოროდ აღარ ყოფნის. ან ტექნიკური კონდიცია, ან უბრალოდ უკვე კონდიცია, თორე ფაქტიურად ბამპერზე ადებს სიახლოვე შედის. ეს უკვე გასწრების პოზიცია. აი ნახე კიდევ ერთხელ დააჯდება ახლა სლიპსტრიმზე. ნუ მეთაშაშვილი უპირობო ლიდერია. ალბათ დაიწყო და დაასრულებს რბოლას გამარჯვებული სტატუსით. აი აქ ნახოთ, ეს არის ახლა ყველაზე მთავარი რბოლა. სლიპსტრიმი მეოთხე წრეა უკვე სლიპსტრიმზე. 20-30 სანტიმეტრი არის დაშორება მათ ავტომობილებში და ისევ გარედან ცდილობს შეუტიოს. არა ასე თუ მანგასაროვი აი ხა უნდა პატარა შეცდომა მოუვიდა იურას მანგასაროვს გაასწრო გარე ტრაექტორიდან აი ოდნავ მოუწოდა მაგრამ მაინც აი ეს არის იური მანგასაროვს ტორმოზი გადაუწდა და გაცდა აპექს ხო ანუ აი დამოხრუჭების ზოლი ბრავო მარგანიას ნერვებს კარგად მეოთხე წრეა დევნიდა უკვე და გასაგებია. არსებობს ერთი სტრატეგია, როდესაც ცდილობს შენ განახორციელო ილეთი, ან მეორე სტრატეგია, ცდილობ მოწინააღმდეგეს დააშვებინო შეცდომა. მაგრამ აი რას ხედავთ ახლა? მანგასაროვმა დაიბრუნა კვლავ. არა ეხა გადაჯვარიდენების პრინციპი და არა გაასწრო და ჩაუდგა. ბრავო იურას, ბრავო. ნამდვილად შეტევა დაცვის პოზიციაში აშკარად ბრძოლაში იურა უკეთესად. კანკარა უნდა და გაითამაშებინა მარგანიას, მაგრამ კარგად დაუკეთა უკვე მანგასარო. ცალკე როგორც ცარიელი ტრეკზე მარგანია ძალიან ჩქარია, ეს თვალნათლივ ჩანს, იმიტომ რომ ვერ შეძლო და როგორც იტყვიან, ვერ გაუზარდა მანძილი მანგასაროვმა, თუმცა აი კვლავ გასასწრებს. არაძლევს საშუალებას. აი ამ მოსახვეში ეჭვმეპარება, თუმცა აი სტარტ-ფინიშის სწორზე კვლავ სლიპსტრიმში ჩაუჭდება და ისევ მარცხნიდან შეესწრო. მაგრამ ეხლა მანგასაროვმა ხო ისწავლა ეხლა ის როგორ უტევს მეტნაკლებად ხო შეისწავლა მარგანიას სტრატეგია და აქედან გამომდინარე მარგანიას ფანტაზიაზე ეხლა ყველაფერი დამოკიდებული თუ არა. ანუ ეს თავიდანვე ჩანდა რომ შეცდომაზე მიდიოდა მაგრამ მუხრუჭის წერტილი კი ტორმოზის გადაწევა გარეთა ტრაექტორიდან ეს გაუმართლებელი ილეთია. მუხრუჭის წერტილი
გაიარა მან. დაალაგდეს მარგანია უნდა დამშვიდდეს. და ჩვენ ხედავთ რომ ბიცაძე წამოეწია. რა თქმა უნდა, შეცდომა დაუშვა მარგანიამ ბიცაძე წამოეწია. თუ კიდე ესე რამდენიმე შეცდომას დაუშვებს, დარწმუნებული რომ ბიცაძე ისეთ აგრესიულად გამოიყურება დღეს, აუცილებლად მოახდენს მარგანიაზე გადასწრებას. სამწუხარო შეცდომა იყო, სამწუხარო და შეიძლება სავალალო. არასწორად დაგეგმა მარგანიამ შეტევის განხორციელება გარეთა ტრაექტორიიდან. აი მეცაც გეტყვით, ეხლა იგი ჩამოწდა მანგასაროს და მას თავის მხრივ უკვე ეწევა ბიცაძე. აი ჩვენ გელაშვილს დავინახეთ, პრობლემა აქვს მისი ავტომობილი სამწუხაროდ. თეთრად ბოლოვდეს იყოს. შეიძლება მუხრუჭის მომენტი იყოს, საბურავის კვამლი იყო ალბათ. არა, აშკარად. აი ნახოთ ეხლა ბიცაძეს ეყოფა წრეების რაოდენობა იმისთვის რომ მარგანიას გაუსწორდეს. ფაქტიურად ფსიქოლოგიურად იურამ გატეხა მარგანია, აჯობა დაცვაშიც, აჯობა შეტევაშიც. სავალალო შეცდომა, როცა მან დამოხრუჭების წერტილს გაცდა. კი არა უშავს, ყველაფერი ხდება, ჯერ რბოლა წინ არის. ახლა უკვე მარგანიას ბიცაძესგან მოუწევს თავის დაცვა, თუმცა ჯერ გასწევს სტატიაზე ნამდვილად ვერ არის. აი ხედავთ როგორ ბოლო მომენტში ხმარობს მარგანია. თუმცა ბიცაძის ავტომობილთან თუ დავაკვირდებით, ძალიან კარგად მანძილია თითქმის ტრაექტორიაც გაცილებით უკეთესი ქონდა ბიცაძის. ჩვენ დავინახეთ აპექსის წერტილი, როგორ ასე ვთქვათ და ჟარგონს ვიხმარ გამაზა. მარგანია მასკალად ფორმაში ვეღარ არის, ცოტა დაბნეულად გამოიყურება, ცდილობს უფრო ჩქარი იყოს. იგი იმყოფებოდა მეორე პოზიციაზე, უცებ მესამეზე გადმოვიდა, მეოთხე პოზიციიდან ებრძვის. ძალიან რთულია, ხო უნდა იყოს ძალიან მტკიცე. აი წამოეწია კიდე ბიცაძე. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, შეიძლება მარგანია მორჯერ გაიარა აცდა დამოხრუჭების წერტილს და შეიძლება მოხრუჭებიც უკვე გადახურებული აქვს. და აი ამის შედეგია ზუსტად რომ მას წამოეწია უკვე უფრო ნერვების ამბავია ტურინგ ლაიტში ამ Honda Civic-ის ავტომობილი ძალიან მსუბუქი ავტომობილებია და ტორმუზზე პრობლემა ზოგადად ამათ არ ექმნებათ, იმიტომ რომ ავტომობილი არის მსუბუქი და ტორმუზი საკმაოდ კარგად ძლებს დროის განმავლობაში. ალბათ უფრო ნერვების ბრალი იყო, რამდენიმე შეტევა წარუმატებლად დაგეგმა, შემდეგ გარედან შეეცა და ტორმუზის გადაწევას მოხუჭის. აი რაღაც ისი არ აეწყო მისთვის. ეს ხდება ხოლმე, აი ბიცაძემ კიდე ერთხელ გადაკვეთა 4 თვალით. არა, 4 არის მოსახვევი შეიძლება, თუმცა 4 თვლით შიდა თვლებით უკვე ბორდიურზე იყო და ასე რომ იქ ნახოს სტიუარტებს ყოველ შემთხვევაში არანაირი განჩენჯი არ გამოუტანია და იმედი არც გამოიტანენ, იმიტომ რომ სარბოლო და ასე ვთქვათ ადგილისთვის ბრძოლა არ იყო, ასე რომ მე მგონი ყველაფერი მშვიდობიანი ჩაერო. ჩვენ კვლავ მარგანიას ვადევნით თვალყურს 88 ნომრით. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში წინაპირობა იმისა, რომ იგი დაეწევა მანგასაურის ჯერჯერობით არ ჩანს, ეხლა ერთ-ერთი სწრაფი მონაკვეთი ხიდის ქვეშ გაივლია. დასტაბილურდა, ალექსანდრე მარგანია დასტაბილურდა, ბიცაძეს ისევ დაუწყო გაზრდა მანძილის და წამოწევა მარგანსაროვთან თუ არ ვწდები, იმიტომ რომ რაღაც შეცდომებიც აღარ მოდის დასტაბილურდა, აღარავინ აღარ უტევს და ალბათ გოგა გელაშვილი უბრალოდ სიმბოლურად ასპარეზობს. ეხლა გამომდინარე იქიდან როგორც ეს პრობლემებია ტექნიკური ავტომობილზე, იმიტომ რომ გამოსტილი პილოტია და არ მგონია რომ ეხლა ესე უცებ ფარხმალი დაეყარა. კვლავ ბიცაძეს გვიჩვენებენ და ეხლა უკვე ონბორდ კამერა რეზოს მანქანისგან, ავტომობილისგან უკაცრავად და ნახოთ თუ ვირტუალურად დასაბოთის ჩვენი სახელოვანი რუსთავის ავტოდრომი. ძალიან საინტერესო რაკურსით თავაზობდა რეჟისორები ტრანსლაციას. არა, თანაბარი ჰანდიკაპია ამ სამ პილოტს შორის, ასე რომ შესაძლოა რბოლა ასეც დასრულდეს, თუ რა თქმა უნდა რომელიმე მათგანმა არ დააუშვა საბედისწერო შეცდომა და არ გაცდა საერთოდ ძირითად ტრაექტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ამ რაკურსიდან როგორც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, არაფერი აღარ გამცაცდება. შეიძლება ასეც დამთავრდეს დღევანდელი. მეთაშაშვილს უკვე აღარ გვაჩვენებენ, იგი უპირობო ლიდერი იყო სტარტიდანვე და ასევე უპრობლემოდ დინჯად ლაღად ალბათ დაასრულებს ამ რბოლას მეხუთე ეტაპს წრიულ ბოლებში. თუმცა ნუ გავასწრებთ მაინც მოვლენებს, ეს ავტოსპორტია, შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. არც პაატაკესელობას ეგონა რომ პირველივე წრეზე სამურავი უტყუნებდა და გაუსკდებოდა. რა თქმა უნდა. არაფრის დაზღვეული არავინ არ არის მით უმეტეს ასეთ ბრძოლაში. აი აჩვენეს მე მგონი. მე როგორც დავინახებ საჭმელს, ალამი აჩვენეს ზუსტად ეს ეკუთვნოდა მე მგონი
მიწაზეს, თუმცა რომ არ შევხვდეთ, ნახოთ უფრო დიდი რაკეტი შემოგთავაზებენ. აი სხვადასხვა ყველაზე რთული მოსახვევი ერთი შეხვედრით ყველაზე ლოიალური პილოტების მიმართ, თუმცა ყველაზე იმდენ ხანს გრძელდება ეს მარცხენა მოსახვევი, იმდენ ხანს არის მანქანა დახმილი პოზიციაზე, რომ ძალიან მე ამ მოსახვევს ვადარებ მონცაზე პარაბოლიკას, თუმცა ეს რა თქმა უნდა გადამეტებული შედარება, მაგრამ იქაც რო იწყება მოსახვევი, მე პილოტებისგან ვიცი, ფაქტობრივად ყველა ამ მოსახვევ დასასრული აღარ უჩვენს მოსახვევს. რაღაცაებს გავსია, ოღონდ ბუნებრივია მასშტაბებში შემცირებული. მოსახვევის შემდეგ მოდის ძალიან გრძელი პირდაპირი გზა, სადაც ავტომობილები ადებენ დაახლოებით 180 კმ. აი აქ ნახე ვატო როგორ უტევს მეთეშაშვილი მოსახვევის მიუხედავად იმისა, რომ აი რამხელა ჰანდიკაპი აქვს შექმნილი, მე მგონი უბრალოდ კონდიცია რო არ დაკარგო სასპორტო. თანიკა დააკვირდი, მე მგონი წამოეწია, მაგრამ მე ყოფა კიდრო. გასა რომ ნამდვილად სასწაული მოხდება. ეხლა თუ წამოეწია, გარედან უტევს. შეხედეთ რა ხდება. წამოეწია და შეიძლება ეხლა ვაკეთებთ ჩვენ ვერდიქტს, რასაც ვერდიქტს გამოვიტანეთ. მარგანია, როგორც ვამბობ, დასტაბილურ და მოძლიერ და აი ხა უნდა გაასწროს ეს და არა, ეს ტიპში გაუჭირდება. ძალიან ეს ტიპში გაუჭირდება, არა. შედარებით იური მოდუნდა, შედარებით. ძალიან კარგი პოზიცია იყო, ძალიან კარგად გაიარა. ქვედა ესი. აი ნახოთ ეხა სტარტ ფინიშის სწორზე მას ეყოფა დრო. რომ სლიპსტრიმით გაიაროს. ეყოფა კიდრო რომ სლიპსტრიმით გაიაროს. მოწინააღმდეგე, აი ნახოთ. აი ამიტომ არის პატივცემულო მაყურებლებო რომ ავტოსპორტი არის არაპროგნოზირებადი და ძალიან მიუახლოვდა მარგანია. სანამ რბოლა არ დასრულდება, არანაირ შედეგებზე საუბარი არ შეიძლება. ყველანაირი პროგნოზი ზედმეტია და აი ნახოთ. აუცილებლად არა, უკვე სტარტ ფინიშის სწორზე რბოლა დასრულდება. დასრულდა და ვეღარ დაიბრუნა პოზიცია. მიწაზე მეოთხეა. ნამდვილად შექების ღირსია. რა თქმა უნდა, მარგანია ძალიან კარგად იასპარეზა. ფაქტიურად მთელი დღევანდელი რბოლა მასზე იყო ორიენტირებული. ის ხან თავს იცავდა, ხან უტევდა, ჰქონდა რაღაც ტექნიკური ხარვეზით, რაღაც შეეშალა, მერე გამოასწორა ფსიქოლოგიურ ძალიან საინტერესო რბოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 7 ავტომობილი ასპარეზობდა, აქედან ერთი პირველივე წრეზე ტექნიკური მიზეზის გამო გამოიწვია ბრძოლას, საფრთხე გაუსხდა. გოგა გელაშვილი, რომელიც ასევე ფაქტიურად ჩამორჩა პელოტონს ავტომობილის ხარვეზის გამო და აი მეთეშაშვილი. გამარჯვებული, რომელმაც დაწყებიდან ფინიშამდე რბოლა დაასრულა უპრობლემოდ. ლიდერის პოზიციაზე. ხოჩახ შეგახსენოთ მე-60 ნომრით მეთეშაშვილი. დავით მეთეშაშვილი. აი ახლა პილოტები არიან ბოლო წრეზე, კვლავ რეჟისორები თავაზობენ საინტერესო ხედს. და ნახოთ თუ როგორ დასრულდება აი ეს დამაგვირგვინებელი წრე. რბოლა უკვე დასრულდა, მაგრამ ბუნებრივია ბოქსებამდე პილოტებს მოუწევთ აი ესე გასაირნების რეჟიმში. რა თქმა უნდა. კიდე სამი საინტერესო დისციპლინა გველის. როგორც ყოველთვის ტრადიციულად. სწორედ ამ მიზეზის გამო ლეგენდის სასტარტო ბადეც წირი იქნება, მაგრამ არა უშავს, ვინც იასპარეზებს, ნამდვილად იასპარეზებს. მაგრამ დააგვერწმუნეთ პატივცემულო მაყურებლებო, ვინც იასპარეზებს, ნამდვილად სანახაობას შემოგთავაზებენ. მეთეშაშვილი ტრიუმფატორი ამ რბოლისა ეშურება ბოქსებისკენ. კი, დახურულ პარკში. რეგლამენტის გათვალისწინებით. ახლა მწკრივში დადგებიან პილოტები და ესე მწკრივით შევლენ დახურულ პარკში, შემდეგ იქნება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და იმედია ყოველგვარი ნონსენსის გარეშე დასრულდება ატონოაც და ტექნიკური შემოქმედაც ზოგადად. გავთიშო კამერა. რომა
კარგად მართავს ავტომობილს და სანახაობრივად ამდიდრებს რბოლას. ეხლა იქნება პირველი ეს არის აწონვა. თქვენ ხედავთ. შემდეგ კი აქ უკვე რეგლამენტი ითვალისწინებს გადასწრებას, ასე რომ პრობლემა არ იქნება. შონასურე გავდი ბურდო? აი მარღანიაც. ეხლა აიწონებიან პილოტები ბუნებრივია ავტომობილის ჩათვლით, შემდეგ დახურულ ბოქსში. რეგლამენტით გათვალისწინებულ წონაზე დაბლა არ უნდა იყოს პილოტი ავტომობილის წონასთან ერთად, ბუნებრივია რაც უფრო მსუბუქი ავტომობილი, ის უფრო სწრაფია და ზუსტად აი ეს გადაცდომა რო არ იყოს რეგლამენტიდან, პილოტები გადიან აწონვას. რა თქმა უნდა, ნაკლები. კარგ ხასიათზეც არიან, ამხნევებენ პილოტებს. ისინი ესალმებიან პილოტებს სანამ ტექნიკურ ბოქსში მოხვდებიან. ეს იყო მანგასაროვის მანქანა, ეხლა მენტეშაშვილის ავტომობილს ელის აწონვა. ნაომარი ავტომობილია ნამდვილად. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მათ არაერთხელ უწევთ ჭიდილი. რა თქმა უნდა და არაერთი ჯახი ყოფილა მიმდინარე ჩემპიონატში, ასე რომ ეს გასაკვირიც არ არის. აი ჩვენ გადავეცადეთ სალომესთან. შედეგებს დავიწყებთ გადაცემას მესამე პოზიციიდან, სადაც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს გახდათ ტურინგ ლაითის კლასი, პირველი კლასი საქართველოს ჩემპიონატში წრიულ რბოლაში და ჩვენთან ერთად არის ერთ-ერთი ლიდერი ამ კლასის რეზიკო ბიწაძე. რეზიკო, როგორ გრძნობ თავს, ვერ მოხვდის სამეულში, მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლაზე იყავი მეორე და სტარტზე იდექი მეორე. მოგესალმებით. საინტერესო რბოლა იყო ძალიან, თავს კარგად ვცნობ, მაინდა-მაინც უკმაყოფილო არ ვარ. უბრალოდ საუკეთესო შედეგი შეიძლებოდა ნამდვილად ხარვეზი მქონდა გადაცემათა კოლოფზე, მესამის ჩქარიდან მიგდებდა. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, სტარტზე ცუდად დავიწყე, დავკარგე 3 ადგილი, აღვიდგინე 2 ადგილი, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, გამოცდილება არის დიდი. და რეზიკო დარჩა კიდევ 4 რბოლა სეზონის ბოლომდე ქულებში როგორი მდგომარეობა შენი, რამდენად გაქვს შანსი რომ ჩემპიონატში მოხდეს სამეულში? ამ წელს სამწუხარო სტაბილურად ვერ ვახერხებ გამოსვლას, იმიტომ რომ არ ვარ საქართველოში, მაგრამ გაიცად იმედი მაქვს რომ სამეულში მაინც შევძლებ მოხვედრას. დიდი მადლობა ნიკა ვატო, ჩვენ გერთვებოდით დახურული პარკიდან, გადავინაცვლოთ დაჯილდოების საივანზე.
ფინალისტების დაჯილდოება დავიწყოთ მეგობრებო. მე მგონი 3 იდეოდი მზად არის, ხო? მესამე ადგილი ალექს მარხანია. აუგუსტოვი მეგობრებო, დღევანდელ ჩათვლაში. ხოხოს გუნდის წევრი. საკმაოდ კარგად იასპარეზა და მესამე პოზიციაზე გავიდა. ერე პოზიცია იური მანგასაროვი მეოთხე საზორტო ნომრით, რომელმაც მეორე ადგილი პრიზებით არ დათმო. გოლის შედეგად შეტანილი, ასე რომ ყველა პილოტმა რეისინგის გუნდიდან და ჩვენი პირველი ადგილი დავით მენტეშაშვილი. აბოდისმეტები მეგობრებო, საბოლოოზე რა თქმა უნდა ტრადიციული შამპანურის ფაერვერკი. რაშეზე მცირე შესვენება და რა თქმა უნდა დაპირებისამებრ ლეგენდის კლასის ავტომანქანების მრბევა გეუბნებათ. აი როგორც დაანონსდა მცირეოდენი შესვენება იქნება და შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით უკვე რბოლას და აი მცირეოდენი პაუზა გვექნება და შემდეგ უკვე ლეგენდ კარს ასე რომ რამდენიმე წუთში კვლავ დედელში ნახავთ ვინ გამოვა, ვინ დადგება სასტარტო პატეზე და გარწმუნებთ რომ უკეთესი რბოლა იქნება ალბათ. სადაც ასპარეზობენ არჩილ ბიძინაშვილი, გოგა არჯევანიძე, მან ესე მარტივად არ იქნება ყველაფერი, ესე მარტივად არც პელეტონი გაიშლება ასე და პირველი სამეულის დამიჯერეთ იქნება დაუნდობელი ბრძოლა, დიდი ჯახი და მოკლედ გიორგი ბეჟიტაშვილიც გამოდის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გიორგი არის ერთ-ერთი წლის საქართველოს ჩემპიონი, ზუსტად აი ამ დისციპლინაში. ანუ ლეგენდ კარში ველი დაძაბულ ბრძოლას საუკეთესო პილოტები იქნებიან, ასე რომ სერიოზულ პაეკრობასაც ვიხილავთ. ამიტომ რამდენიმე თუთში დაგიბრუნდებით, უკვე უფრო მეტად დაძაბული ბრძოლები.